ბევრი რამ ხდება ერთმანეთის მიყოლებით, აღარც კი ვიცით ფოკუსი რაზე გავასწოროთ, მაგრამ მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საკანონმდებლო ცვლილებების ის წყება, რომელიც რეჟიმის პირობებში პარლამენტში ერთი ხელის დაკვირით, ასე ვთქვათ, მიიღება, პირველი მოსმენითაც კი უკვე მიღებული იქნა და დღეს დაანონსდა, ყოველ შემთხვევაში კობახიძემ კვერი დაუკრა თუ არ წაახალისა ან ინიციატივა მისგანაც არ მოდიოდა, რომ თავად სიტყვის გამოხატვის ნაწილშიც კი მოხდეს კრიმინალიზება, როგორც ჩანს, რეჟიმისადმი დამოკიდებულების გამოხატვის, ხო? ანუ გვაღიარეთ, რომ ლეგიტიმურები ვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერთ, გდევნით, სისხლის სამართლებრივ ვართ. კონსტიტუციურ წესრიგზე ლაპარაკობს რეჟიმი, რომელმაც მოარღვია ეს წესრიგი. სანამდე შეიძლება მეგვიყვანოს ამან და თქვენი აზრით რამ გაამწვავა თქვა უნდა მეთქვა ქართული ოცნების მდგომარეობა ამ ხრივ ფაქტია რომ ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები მიიღება რომელიც ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილია უკვე მოგესალმებით გიორგი მივესალმებით თქვენს მაყურებელს მე სტრასბურგში ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე როდესაც გახდა ცნობილი ამ ახალი ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ სინამდვილეში ამას არაფერი კანონთან, საკანონმდებლო პროცესთან, დემოკრატიასთან, საქართველოს როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და მისი საზოგადოების კეთილდღეობასთან ბუნებრივი არ აქვს, ამიტომ საკანონმდებლო პაკეტათაც კი ვერ განვიხილავდი. ეს არის რაღაც მორიგი ბოდვა რეპრესიების კასკადი, რომელსაც ივანიშვილი აცხადებს იმისთვის, რომ დათესოს შიში საზოგადოებაში და ჩემი პირველადი შეფასებაც მაშინ, როდესაც ჩავერთე სტრასბურგიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და დეტალი, ასე ვთქვათ, ყველა ჯერ კიდევ არ იყო ჩემთვის ცნობილი. იყო ის რომ რეალურად ამას არანაირი ეფექტი არ ექნება და არ უნდა ჰქონდეს ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებზე და აქტორებზე, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რომ ამ ბრძოლაში უნდა დარჩნენ. იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, რომელსაც კიდევ დამატებით შეზღუდვები დაუწესდა, თუ დაუწესდება მას შემდეგ რაც ბუნებრივია ისევე ავტომატურ რეჟიმში, როგორც ეს მოხდა პირველ მოსმენაზე, მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული პარლამენტი ამ რეპრესიულ პაკეტს. არაფერი შეიძლება ჩემი აზრით ამ აქტორებისთვის. ხა იქ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაც გამოვყოფდი პრინციპში, რაც მანამდე არ ფიგურირებდა ხოლმე, ეს იყო ბიზნესის ასპექტი, რაც ჩემთვის პირადად ალბათ ყველაზე საგულისხმო იყო, იმიტომ რომ ასეთი მიზანმიმართული და გაცხადებული, ასე ვთქვათ, დევნის განზრახვა ბიზნესის მიმართ მაინც გარკვეულწილად სიახლება გაცხადებულობის ნაწილში, თუმცა ის რომ ბიზნესი ძალიან სერიოზული სამიზნეა უკვე რუსული ოცნებისთვის, მათი ტერორისთვის, ეს ვნახეთ მათ შორის ამ სუსის შევარდნების სურსათის მაღაზიებში და ასე შემდეგ. ხო, ანუ ამით მარწუხებს კიდევ უფრო უჭერს კობახიძე და ცდილობს ივანიშვილი დააჯეროს, რომ აბსოლუტურად ყველა გამაღიზიანებელი, რაც კი შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს ამ რეჟიმში, რომელიც უკვე ერთპარტიულ დიქტატურას პრინციპში უახლოვდება თუ არა უკვე არის ამ მდგომარეობაში, ყოველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების გაუქმების დასრულება ამას უკვე დააკანონებს და ასეთად არის აღქმული მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა ასეთ გამაღიზიანებელს მოგიხსნი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეპრესიების ახალი პაკეტი ასე მიყიდა კობახიძემ ივანიშვილს, თუმცა უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის რაღაც უბრალოდ ქაღალდები, გაფუჭებული ქაღალდების დასტა, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამას არანაირი რეალური ეფექტი იმ ადამიანების გასაჩუმებლად და გასაჩერებლად და შესაშინებლად რომლის გაჩუმება, გაჩერება და შეშინება არის მათი განზრახვა, ჩემი აზრით არ ექნება. კი, გავიგეთ, რასაც ამბობთ, პრინციპში ის ადამიანები, რომლებიც დღემდე რჩებიან როგორც აქტივიზმში, ასევე პოლიტიკური პარტიებში, პირდაპირ ვთქვათ, მათ უკვე გადალახური აქვთ გარკვეული ზღვარი და გააზრებული აქვთ რა ბრძოლაში არიან. მაგრამ ნუ თუ არ ექნება ამას ეფექტი და ალბათ უფრო ამისთვის არის განსაზღვრული ის რომ მას ჰქონდეს გარკვეული მსუსხავი ეფექტი იმ ადამიანებისათვის რომლებიც აქტიურად არც მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში მაგრამ რაღაცა ფორმით თანაუგრძნობდნენ შინაგანად ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი ხედავენ ქვეყანაში რა ხდება სრულ იზოლაციას მათ შორის ბიზნესის დამოკიდებულება და ასე შემდეგ რომ ეს იყოს ნიშანი რომ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი რაღაცა ფორმით ერთ ნაბიჯს მაინც გადადგავენ იქითკენ რომ
დაემატოს ეს იმ წინააღმდეგობის დინამიკას, რომელიც არის, რომ ისინი ძალიან დაზიანდებიან, ძალიან დაზარალდებიან. აქ საუბარი 6 წლიან სისხლის ამოწმის. კი, მესმის, თუმცა გიორგი, ვფიქრობ, რომ ეს ეფექტი არ იქნება და რატომ? ბიზნესი უკვე ძალიან თავს იკავებდა ნებისმიერ აფილიაციაზე პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკურ პროცესებთან. რამდენიმე ერთეული ბიზნესმენი, რომელიც ამას ჯერ კიდევ ბედავდა და შეიძლება ძალიან პატარა მასშტაბით დღესაც ბედავს, ხვალაც გაბედავს ჩემი ღრმარწმენით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირებულია და რიცხოვნობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია ისეთი დამოუკიდებელი ბიზნესმენების მცირე თუ საშუალო რომლებსაც სურდათ რაიმე ტიპის აფილიაცია პოლიტიკურ პროცესებთან და ეს თავისთავად ბუნებრივია. მე ნამდვილად ვისურვებ სხვა შორის ამას წინათ ერთ-ერთ საელჩოს წარმომადგენელთან მქონდა საუბარი, რომ მოგეხსენებათ, რომ საელჩოების გავლით, საერთაშორისო ფონდების გავლით, საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით არანაირი ფინანსური ინვესტირება, ასე ვთქვათ, საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში აღარ ხდება და ვეღარ ხდება. რატომ? იმიტომ რომ მაშინ, როდესაც საჯარო ინსტიტუციებში იდებოდა ეს თანხები, იქნებოდა ეს, ვთქვათ, რა ვიცი, იუსტიციის საბჭოს დახმარება მაგალითად, ან მოსამართლების გადამზადება და ტრენინგებზე წაყვანა დასავლურ ქვეყნებში, ნებისმიერი სხვა, ხო? ამგვარი ყველა პროექტი გაჩერებულია. შემდეგ მათ შორის ევროკავშირში იცით, რომ ევროკომისია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ დახმარების რესტრუქტურიზაცია მომხდარიყო და ეს დახმარება წამოსულიყო დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო სექტორზე. ამის გადაკეტვას ცდილობს. მანამდეც გადაკეტილი იყო რეალურად არსებული კანონმდებლობით, მაგრამ ახლა ცდილობს, რომ ამოხუროს აბსოლუტურად ყველა სივრცე რეჟიმმა იმისთვის, რომ ამ თანხებმა, რომლებიც მანამდე რეჟიმს ხმარდებოდა და ახლა უკვე როგორც ავტოკრატიული რეჟიმი, არც ერთი ევრო და არც ერთი დოლარი რეჟიმის დასახმარებლად აღარ შემოვა ამ ქვეყანაში და მათი რესტრუქტურიზაციაზე საუბარი მიდის და არის ეს პროცესები, რომ ესენი ყველა შესაძლებლობა ამოხურონ. ამიტომ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, შეგვიძლია დავივიწყოთ, ხო? მაგრამ ერთ-ერთ საელჩოსთან უბრალოდ ამ საკითხზე განხილვის დროს მათ მაინც იმედი გამოხატეს, რომ იცით რა, ბიზნეს სექტორმა თავად უნდა იგრძნოს და მიხვდეს რეალურად რა აქვს დასაკარგი, ხო? აქ მხოლოდ პარტიების გაუქმებაზე არ არის საუბარი, აქ მხოლოდ იმაზე, რომ დამოუკიდებელი მედია უდიდესი საფრთხის წინაშეა და შესაძლებელია TV პირველს და ფორმულასაც ეგზისტენციალური საფრთხები დაუდგეს. ამაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს პრაქტიკულად ქვეყანაში ოპერირება აღარ შეუძლიათ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ პროტესტი მათ შორის ტროტუარზე ამ ქვეყანაში იკრძალება და შესაძლოა Facebook პოსტის გამოც კი დაგაკავონ. აქ საუბარია იმაზე, რომ დიახ, ის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც დღეს მაინც რაღაც დონეზე მაინც ოპერირებს, მათაც ძალიან დიდი საფრთხე ელოდებათ. და ამის გაცნობიერება ნიშნავს რას? ინვესტირებას ალტერნატივაში, დემოკრატიულ ალტერნატივაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს სრულად გამართლებული მოლოდინია, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ დიახ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ამ დრომდე ქმნიდნენ დოვლათს, ხო, დოვლათის შემქმნელი ვინ არის? ბიზნეს სექტორი. მათ უნდა მოახდინონ უპირველეს ყოვლისა გააცნობიერონ, რომ სტატუს კვო შეუძლებელია რომ გაგრძელდეს, ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და თავად მოახდინონ ინვესტირება საქართველოს მომავალში. ამიტომ ეს კანონი ხა მე ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ პრინციპში ეს ახალი თუ რამე იყოს სიახლე ეს იყო სწორედ ეს ბიზნესის კომპონენტი, რომელსაც აყაჩაღებს ივანიშვილი, ხა მეც გავიგე რამდენიმე ბიზნესმენის შესახებ, რომელსაც ზოგს 20 მილიონი მიატანინეს, ზოგს 30 მილიონი მიატანინეს, ზოგს 10 მილიონი მიატანინეს, ზოგი მანამდე ღიად სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, პოზიციებით თქვენ ისეთ მასშტაბებს ასახელებთ, რომ ეს რაღაც წვრილი და საშუალო ბიზნესი არ იქნება. წვრილი და საშუალო ბუნებრივია არ არის, ხა ღარიბაშვილზე და კალაძეზე და ასეთ პერსონაჟებზე არ არის საუბარი, სადაც ასეულობით მილიონზე არის ხოლმე საუბარი. თუმცა ათეულობით მილიონი საქართველოს მოქმედ ბიზნესებზეა ლაპარაკი, რომლებიც დოვლათს ქმნიან და სერიოზული ბრუნვებია. თუმცა ნუ რეალურად მიდის ბიზნესის ტერორი. რატომ?
რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს გაუჭირდა, ანუ მას ქეშის პრობლემა აქვს მარტივად რო ვთქვათ, იმისთვის რომ ამუშაოს ის შავი სალარო, რომლითაც ეს რეპრესიული მანქანარითიც ის ინარჩუნებს ძალაუფლებას მუშაობს. მათ შორის იმიტომ რომ ის სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ალბათ გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ იმ შეხვედრაზე, რაც შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ვერანაირად ეს შეხვედრა მოდით შეკითხვას დავსვამ, დავიყრნოთ, ასე ვთქვათ, ვერ უშველი და მაგრამ ამ პირობებში, როდესაც მას საკრედიტო კაზები შეზღუდული აქვს, როდესაც ის სანქცირებულია, როდესაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს მასზე პირადად და ქვეყანაზე მისთი რეჟიმის პირობებში ასევე, მას ჭირდება უკვე ბიზნესის რეკეტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მათ შორის ეს რეპრესიული მანქანა, რომელსაც იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაკა ბოჭორიშვილმა დღეს ასეთ კომენტარი გააკეთა ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას და ამაზე საუბარ. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა კონგრესის დელეგაცია, მათთანაც ჰქონდა საუბარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ბატონი ლაშად არსალიას ვიზიტიც ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია. საქართველოს შესახებ საუბარი და საქართველო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები გადავტვირთოთ. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენგან ამ დონის შეხვედრა, რაზე მიანიშნებს, ფაქტობრივად გაყინულია ეს ურთიერთობები და მოლოდინები, რომ რაღაც დავიწყოთ ახალი ურთიერთობები და ასე შემდეგ. ახალი ელჩის დანიშვნის პროცედურა აღძრულიც კი არ არის საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნის. მეორე მხრივ ადგილზე შეერთებული შტატების საელჩოს აქტივობის დინამიკისა და იმ ფოკუსის გათვალისწინებით, რაზეც არის ის ფოკუსირებული და ორიენტირებული, სამწუხაროდ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ საიმედო ხელში ნამდვილად არ გვიჭირავს, იმიტომ რომ ძალიან ტექნიკურ თემებთან დაკავშირებით აქტიურობს საელჩო, როცა იყო დრო, როდესაც მაგალითად თუნდაც ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებზე რეაქცია თუ არ იქნებოდა, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში უქმდება დემოკრატიის ბოლო ნიშნებიც კი. ამიტომ ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებულად იმედიანად ყოფნის საფუძველი გვაქვს ამ მომენტისთვის შეერთებული შტატების რეაგირებების გათვალისწინებით. შეიძლება მე ვარ ასე პესიმისტურად განწყობილი ამ ეტაპზე, მაგრამ თქვენ მაინც უფრო ხშირად გაქვთ ჩადიხართ ვაშინგტონში შეხების წერტილები, გაქვთ სხვადასხვა საძალაუფლებო ცენტრებთან, იქნება ეს კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვა ორგანიზაციები. აი როგორ შეაფასებდით აი ამ კონკრეტულ შემთხვევას, ურთიერთობების რა დინამიკაზე მიანიშნებს ეს? ამ ვიზიტს, ასე ვთქვათ, ძალიან ადეკვატური შეფასება უნდა მივცეთ. მე ჩემი ინფორმაციით ეს ადამიანი ბატონი დარსალია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა სრულიად განსხვავებულ ფორუმზე, საერთაშორისო ფორუმზე. და ამ ვიზიტის ფარგლებში მან მოითხოვა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში. და ეს არის ეგრეთ წოდებული courtesy შეხვედრა, არ ვიცი, როგორც პროტოკოლი არ არის რაღაც ელემენტ, ანუ თუ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაქვს, მოდი ასე ვთქვათ, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ითხოვს შეხვედრას, უნდა შეხვედრა. თუ დიპლომატიური ურთიერთობები არ გაქვს გაწყვეტილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოფიციალურად მოითხოვს შეხვედრას, ყველაზე დაბალი დონის, ასე ვთქვათ, ანუ შესაბამისი დონის შეხვედრა, რაც კი შეიძლება რომ გაკეთდეს, იყო ის, რაც მიიღეს. courtesy შეხვედრა, აი, არ ვიცი, ამას ქართული რაღაც შესატყვისი, ერთად მოუძებნოთ გიორგი იმის, რომ მაყურებელმა სწორად აღიქვას და არ მოხდეს ამის არც ჰიპერბოლიზაცია, ანუ რაღაცა ამას რა ალბათ ეცდება, მე სიმართლე გითხრათ არ მინახავს ნამდვილად პროპაგანდისტული არხები, მაგრამ ალბათ იქ დიდი ზეიმია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი დარსალია ვიღაც ნახა სახელმწიფო დეპარტამენტში ხელის ჩამოსართმევად, თავისთავად ნებისმიერი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამიტომ ისიც არ მინდა რომ სრულიად გავაუფასუროთ, ასე ვთქვათ ეს. ამიტომ ადეკვატურად მინდა თქვენთან ერთად შევაფასოთ, რომ მაყურებელს ჰქონდეს სწორი აღქმა. უბრალოდ მნიშვნელოვანი დეტალი აქ ჩემი აზრით არის ის ინფორმაცია, რაც ასევე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ქალბატონი ბოჭორიშვილი de facto მინისტრი, რომლის სიტყვებსაც ახლა თქვენ ციტირებდით, ცდილობდა უფრო მაღალი დონის შეხვედრის გაკეთებას.
და რომ არსებობდეს იმგვარი ურთიერთობები, რაც საქართველოს უნდა ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ არ გაწყვეტილიყო ის საერთოდ ეს სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. ბუნებრივია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აუცილებლად შეძლებდა უმაღლეს დონეზე სახელმწიფო დეპარტამენტში ამგვარი შეხვედრის ჩანიშვნას. იმ ფონზე, როცა მისი კოლეგები უკვე მე რამდენი ჯერ შეხვდნენ ვაშინგტონში მარკო რუბიოს. პრეზიდენტებზე აღარ მაქვს და პრემიერებზე ლაპარაკი. არამედ იცით რომ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ჩვენს მეზობლად იქნება სულ ცოტა ხანში სომხეთში და ბაქოში. იცით რომ ისტორიულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელშიც უკვე ათობით მილიონის დოლარის ჩასხმა მიდის ყოველ ასე ვთქვათ, შემდგომ ეტაპზე იმისთვის, რომ ის სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა თეთრ სახლში ამოქმედდეს და სისრულეში მოიყვანონ ყველა ჩართულმა მხარეებმა და საქართველოს ამ ყველაფრიდან სამწუხაროდ არის გარიყული ზუსტად იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მზად აი ამ გადატვირთვისთვის, რომელზეც ოცნებობს ქალბატონი ბოჭორიშვილი და რა თქმა უნდა ეს გადატვირთვა ვერც მოხდება იმ პირობებში, როდესაც ერთადერთი კომუნიკაცია, რაც ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო ის ბოდვითი წერილები, რომელსაც ჩვენ ხედავდით ხან ჩათირიშვილისგან, ხან კობახიძისგან, ხან ყაველაშვილისგან, რომელსაც ჰქონდა სრულიად საპირისპირო ეფექტი და კიდევ უფრო მეტად არწმუნებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ დაუშვებელია ასეთ რეჟიმთან ნებისმიერი ტიპის გადატვირთვაზე იფიქრონ. და ეს შეხვედრაც დარწმუნებული ვარ გიორგი, ეს შემიძლია გამეორება იქნებოდა იმ აბსოლუტურად. ეს იქნებოდა წინაპირობების, რაც უკვე წერილობითაც ყველა წინაპირობის, რომელიც არაერთხელ მოხდა, რომლის კომუნიკაციაც არაერთხელ მოხდა რეჟიმის წარმომადგენლებთან და მათ შორის მოხდა საჯაროდ. რატომ არის რომ მე მგონი ჩვენს გვისაუბრია ამაზე, რომ ჟურნალისტების შეკითხვაზე მათ შორის მე როგორ რამდენადაც მახსოვს ფორმულამაც მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს. არაერთხელ და ერთი და იგივე პასუხი. ერთი და იგივე პასუხი. პოლიტიკის რანგშია ჩამოყალიბებული. პოლიტიკის კი ერთადერთი პასუხი, რაც მდგომარეობს შემდეგში მაყურებელს მაინც რომ გავახსენეთ, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად ასე ვთქვათ ამ თემებით არ არის მოცული, რომელიც ციტირებს სწორედ ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, რომელიც წარმოთქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოპონენტების გაჩუმებით ვერ მიიღებ დემოკრატიულ მანდატს და ოპონენტების დატყვევება აი ოპონენტების გაჩუმებას რაც შეეხება. ზუსტად ამოცანა და სურვილი ძალიან კაფეოდ ჩანდა აქამდე, რამენაერად მიეპყროთ ყურადღება პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის, როგორც მინიმუმ. ლობისტებიც აქტიურად მუშაობდნენ, შერჩეული იყო ის ხაზი, სადაც გარკვეულ უპირატესობებს ისინი ფლობდნენ ობიექტურად, ჩვენთვის სრულიად გასაგებს, რადგან ამ ხალხს არანაირი იდეოლოგია არ გააჩნია და არანაირი ღირებულებითი ფუნდამენტის საიდანაც შეიძლება პოზიციონირებდნენ, მაგრამ აი მუდმივი შეხსენებები, რომ ტრამპი რასაც ლაპარაკობს, ჩვენც ამას ვლაპარაკობთ, რომ ქალი-ქალია, კაცი-კაცია, ჩვენც ამას ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ, ხო, ამერიკული კონტექსტი სრულიად გაუთვალისწინებლად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასაუბრო ჰქონდათ, სასაუბრო ეგრეთ წოდებული. ჩვენ მივადექით იმ მომენტს და ეტაპს, როდესაც რაღაც დიდი იმედგაცრუების ფაზაში გადავიდნენ ამ მხრივ და ამ ფაზის ძალიან აქტიური გამოხატულება იყო ბოლო ორი წერილი, რომლის ტონალობა პირველიდან მეორე წერილამდე შეიცვალა. თუ მანამდე შედარებით უფრო რბილად, მაგრამ ტრამპის დადანაშაულების ელემენტები იყო ის deep state-ია და ცუდ საქმეს აკეთებს, წერილში უკვე ძალიან კაფეოდ ითქვა, რომ ეს არის deep state-ის ინტერესების აღსრულებელი, ამ deep state-ის ინტერესების საფუძველზე მსოფლიოს ახალი წესებით მომწყობი ადამიანი და ომს აჩაღებენ, ხელს უწყობენ და ასე შემდეგ. ანუ აღარ დატოვეს ერთი შეხედვით ამას როცა აკეთებ, ხო, კი გაქვს პატარა უკან დასახევი, რო თქვა, რომ ჩათირიშვილს მე არ ვიცნობ და რას აქვეყნებს ახლა იქ ხო მე ხო არა ვარ ბიძინა ივანიშვილი. რა ვიცი, ახლა შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩო ელჩი კი არ ყავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმდენი მაინც ხო იციან, რომ ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 დღის განმავლობაში გამხსნელად ჩათირიშვილის ციტატას რო გვიკითხავს, მთლიანად რო წერილს კითხულობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი არის, ხო? ეჭვი არ გვეპარება, არა? ანუ ასეთი შტერები აქით არ არიან და საელჩოს ამ სიტყვას ვერც ვაკადრებ თავის დავაცხადია. მაშინ რასთან გვაქვს საქმე ერთის მხრივ ტრამპსვე აცხადებდე და ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს აცხადებდე deep state-ის წარმომადგენლად ამ ბოროტ ძალად
ერთ-ერთში იმეორებდე რუსულ ნარატივს, ერთ-ერთში იმეორებდე და ამავე დროს კიდე კონდეს რაღაც იმედი, რომ თუნდაც თეთრი ფურცლიდან ურთიერთობები დაიწყო. აი, რა მასშტაბის გონებრივ აშლილობასთან გვაქვს საქმე? თუ არის აქ რაიმე ტაქტიკა, სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვერ ხვდებით? არა, მეც აბსოლუტურად ვიზიარებ იმ სიტყვათა წყობას, რომელიც თქვენ გამოიყენეთ, არ ვიცი, რაღაცა ბიპოლარულ აშლილობას გავს ნამდვილად ის პოლიტიკა და პოლიტიკასაც ვერ დავარქმევდი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რაც გამომდინარეობს იმით, რომ მათ არ ესმით სტრატეგიული ურთიერთობის არსი, ისინი არ იცნობენ ამერიკას და როგორ ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაცია ისტორიულად ან თუნდაც ეს კონკრეტული ადმინისტრაცია ვერ ხვდებიან რა შეიძლება იყოს ამერიკის სტრატეგიული ინტერესი ვერ აცნობიერებს ივანიშვილი როგორც რუსეთის კომაგი ვერც იმას რომ გეოპოლიტიკა მართლა იცვლება მე ბულწრფელად მჯერა ამის რომ მას მაინც გონია რომ რუსეთი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა და ის ცნობილი საუბარიც რომელიც მის მეგობარ ევტუშენკოვთან იყო და ეუბნება რომ აი ცოტა ხანიც მოიცადეთ და ყველაფერი დაალაგდება მე მაინც მიმაჩნია რომ ჯერ კიდევ ამ მოდუსში ოპერირებს ასე ვთქვათ მისი კალკულუსი როდესაც ზის და ცდილობს განსაზღვროს რა უნდა იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი ამიტომ ეს რაღაცა გონებრივი აშლილობის თუ ბიპოლარულობის გამოვლინებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, სადაც ერთის მხრივ პირდაპირ ვთქვათ, ხო, ლანძღავენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელიც გამოირჩევა, ასე ვთქვათ, როგორც მისი ხასიათობრივი თვისებებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, როგორც ადამიანი, რომელიც ძალიან ღიზიანდება ნებისმიერი მინიმალური კრიტიკითაც კი. დიპლომატიურ ენას და კორექტულად რო ვთქვათ, გამძაფრებულად თავმოყარეობით გამოირჩევა. გამძაფრებულად თავმოყარეობით. ასეც შეიძლება რომ სიტყვა პატიმოყარეობა არ ვიხმარებ ამ შემთხვევაში. და მეორეს მხრივ ქალბატონი ბოჭორიშვილი, რომელიც არაფერს წყვეტს. ტრამპს რო ეუბნები, რომ კაცი რომელიც ყოველთავის გამოსვლაში თინა ოვალურ კაბინეტში ეხება, არ ეხება, იძახის რომ მე 8 ომი დავამთავრა და ჩამონათვალს იწყებს აზერბაიჯანის და სომხეთით. ხო არ ვიტყუებთ ხალხო, არა ქართული ოცნების წარმომადგენლებიც თუ გიყურებენ, იციან ეს ამბავი. იმას რო ეტყვი, რომ შენ არანაირი ომი არ დაგიმთავრებია და ნუ იტყუებ შათრიშვილ წერილში ესე წერა და პირიქით იქ კიდე ახალ ომებს გააჩაღებსო ტრამპზე რო იტყვი ამას და დაწერ, ხო? შეუძლებელია რომ ბატონ ტრამპი მეტი არა ჩემი მაგის ყურამდე მივიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ხალხი, რომელსაც ამ რეგიონზე რაღაც ყურადღების დევნობა ჭირდებათ, რომ ამან გამოიწვიოს რაიმე დადებითი რეაქცია და პოზიტიური მოლოდინები ივანიშვილთან რაღაც კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარებით. თავისთავად შათირიშვილზე ბუნებრივია არავის არაფერი არ ეცოდება, თუმცა თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ ის, რომ ძალიან კარგად არის თუ ამერიკული დიპლომატია თუ რამეს აკეთებს არის ის, რომ ყოველთვის მაქსიმალურად მოიპოვებს ინფორმაციას ყველა წყაროდან. ამიტომ თქვენ რა ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ 2 დღის განმავლობაში, როდესაც თავარი პროპაგანდისტული არხები ამ რეჟიმის ახდენენ ტირაჟირებას, ასე ვთქვათ, ამ წერილის ამას წარმოაჩენენ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, როგორც სამთავრობო ხაზს, ამის ინტერპრეტირება ძალიან სწორად ხდება შემდგომ ვაშინგტონში და რა თქმა უნდა, ტრამპის მაგიდაზე ოვალურ ოფისში ეს წერილი არ ამოჩნდება, თუმცა დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ჯეიდი ვენსის გუნდი, რომელიც ამზადებს მის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში, გადასარევად იქნება ინფორმირებული იმაზე, თუ დღეს რა არის ოფიციალური თბილისის პოზიცია. ეს რომ ასე არ იყოს, მერწმუნეთ, როგორც მინიმუმ თუ თავად ჯეიდი ვენსი არა, მისი გუნდის წარმომადგენლები ჩამოვიდოდნენ თბილისში იმისთვის, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელთაც ძალიან ამაყობს, თქვენ სწორად აღნიშნეთ პრეზიდენტი ტრამპი, კიდევ უფრო გაიზარდოს და კიდევ უფრო გაფართოვდეს და მას შეემატოს ბუნებრივი სამხრეთ კავკასიაში როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ მშვიდობაზე ან რეგიონალურ კავშირობადობაზე ხო ასე დაკავშირებულობაზე ხო შუადერეფნის ნაწილში თან საუბარი არის შეერთებული შტატების უახლეს მაგრამ ისტორიულ მოკავშირეზე პირველ ისტორიულ მოკავშირეზე სამხრეთ კავკასიაში კი რა თქმა უნდა საქართველოს პირველობას ინარჩუნებს საქართველოს გარეშე ხო ანუ სრულიად ალოგიკური ანუ ამაზე ხო ჩვენც უნდა ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ როგორც საზოგადოება და მათ შორის განსაკუთრებით
განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ შეიძლება ილუზიებში არიან, უყურებენ იმედს, უყურებენ რუსთავიორს და ჯერ კიდევ გონიათ, რომ საქართველოს ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია აიხდინოს მაკა ბოჭორიშვილის ქართული ოცნება და ერთ დღეს ოვალურ კაბინეტში აღმოჩნდეს გადაწვირთვის ღილაკი კობახიძესა და ტრამპს შორის. ნახე, ეს არის სრული აბსურდი. ეს ვერ მოხდება, ეს არ მოხდება. ამაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ ქალბატონმა ბოჭორიშვილმა ვერ მიიღო ვერანაირი შესაბამისი დონის, მაღალი უმაღლესი დონის შეხვედრა. მინისტრის დონის ეს არის მათ შორის იმის მიზეზი, რომ 15-დან 14 ქვეყნის წარმომადგენელს უმაღლეს პირს შეხვდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან პრეზიდენტი ტრამპი და საქართველოს ამ ჩამონათვალშიც კი არ არის. ეს არის მიზეზი იმის, რომ ტრიპის ნაწილში, ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილში საქართველოს მეორე ხარისხოვან ქვეყნადაც კი არ განიხილება სამწუხაროდ. ეს არის მიზეზი იმის, რომ მხოლოდ პროტოკოლურ დიპლომატიური პროტოკოლის დონის შეხვედრა მოახერხეს სამხნის განმავლობაში. სიტუაციას მე გულისხმობ ქართულ ხალხს და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის მებრძოლ საზოგადოებას. ისინი ხო ამბობენ, რომ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგი ვინც არის, ამ დროს თვითონ არ ღვევენ ამას ყველაფერს, ხო? ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და აგრძელებენ ამის ბოლომდე. სხვა თუ არაფერი, თუნდაც კობახიძის განცხადება, რომელიც წინააღმდეგება 99 მუხს უკვე ისედაც ყველა ეს კანონი, რომელიც მიიღეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველი მოსმენით, გულისხმობს კონსტიტუციური საფუძვლების ამოთხრას, საერთოდ გადახვნას გულისხმობს, ხო? სიტყვის გამოხატვის თავისუფლებიდან დაწყებული პოლიტიკური უფლებების შეზღუდვით გაგრძელებული. მაგრამ ეს უფრო მეტად ართულებს აქ ხალხის მდგომარეობას, თუ ქმნის რაღაც წინაპირობებს, ჰორიზონტზე ჩანს, რომ რაღაც გარღვევა შეიძლება მოხდეს. იმიტომ ეს ნიშნავს, რომ სრულ იზოლაციაზე გადაწყვეტილება უკვე ფაქტობრივად მიღებულია, ან როგორც მოცემულობას ამას შეეგუენ და ამიტომ წავიდნენ ძალოვანი ინსტრუმენტების მეშვეობით ქვეყანაში სრული ავტორიტარიზმის დამყარებისკენ, რაც აისახება კონკრეტულ ჯგუფებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ციხეების კიდევ უფრო მეტად ავსებაზე, პოლიტიკური უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვაზე. ანუ რა ფაზაში გადავყავართ ამის გაგებას და აღქმას, აი ამ ახალი რეალობის. რომ დასავლეთთან მათ არანაირი შეხება, არანაირი სრული კი არა შესაძლებლობა ურთიერთობის დალაგების აღარ აქვთ. გიორგი, რომ არ გქონდეთ, ხომ არ მოვისმენდით იმ განცხადებებს, რომელსაც მათ შორის თქვენ ციტირებთ ქალბატონი ბოჭორიშვილის. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ აქვთ რამის იმედი? რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, ოღონდ ივანიშვილს იმის იმედი აქვს, რაც პრინციპში გამოსდიოდა, იქნებოდა ეს მიშელის შეთანხმება, იქნებოდა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ძალიან სერიოზული საპროტესტო მუხტი მაშინ ჩააქრო თუ გახსოვთ, ანუ მე მონაწილე ვარ უკვე ამ 13 წლის მანძილზე სხვადასხვა კრიზისული ფაზების ივანიშვილისთვის, რომლის გადალახვა და განმუხტვა მან შეძლო მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობის გადაწყვეტით, ოღონდ ყოველთვის საკუთარი პირობებით. აი ეს იყო მისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეს პირობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო, რომ ის უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ანუ მისთვის მთავარი პირობა ეს იყო ხოლმე. ეხლა იქ საარჩევნო კანონმდებლობა თუ პოლიტპატიმრების გამოშვება თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო ქვეპუნქტები, ასე ვთქვათ, მის გრანდ გეგმაში. იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ახლა ეგ არის მთავარი პრობლემა, რომ ვერ ალაგებს ურთიერთობას განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ახლა ევროპას და აქაც ჩემი აზრით ძალიან არასწორია ივანიშვილი და თუ ჩვენ შევხედავთ იმას ამ დაძაბულმა ტრანსატლანტიკურმა ურთიერთობებმა ევროპასა და ამერიკას შორის რაღაც გარკვეული მე ვფიქრობ პოზიტიური შედეგიც კი შეიძლება გამოიღოს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვნახავთ გაცილებით უფრო ასერტიულ, ანუ გაცილებით უფრო ძლიერ დამოუკიდებელ ევროპას, ევროკავშირს, ჩემი აზრით, რომელიც მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო პროაქტიული იქნება ჩვენი კონტინენტის დაცვაში და მათ შორის იმ პოლიტიკის წარმოებაში, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოებაც უნდა გააძლიეროს. ამიტომ გეოპოლიტიკური სუბიექტურობის კუთხით აშკარად უფრო გაძლიერდება. კი, ამიტომ გრძელვადიანად შეიძლება, ხა რა თქმა უნდა, მოკლევადიანად ყველა პროდასავლელი
მისთვის, ასე ვთქვათ, არასასიამოვნო საყურებელია. რთული პერიოდი დგას. კი, არასასიამოვნო საყურებელია, თუმცა გრძელვადიანად და შეიძლება შუალედურ პერიოდშიც კი ამან შეიძლება გარკვეული პოზიტიური შედეგები გამოიღოს. ამას მხოლოდ და მხოლოდ რატომ უსვავ ხაზს, იმიტომ რომ აი აგდებით ევროკავშირის ყურებაც ივანიშვილის მხრიდან ჩემი აზრით ძალიან არასწორი გათვლა და ამას გერმანელები შეურაცხყოფა, შვედები შეურაცხყოფა, დაცინვა, ცინიზმი. შვედების სხვა შორს ნახე როგორ ერთ-ერთი დიპლომატიურ მეხსიერებაში ილექება, ეს ყველაფერი გროვდება. რა თქმა უნდა. მაგრამ ევროპასაც რომ თავი დავანებოთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ამ ადმინისტრაციების პირობებშიც ივანიშვილმა ვერ მიაღწია იმას, რომ ეს გადატვირთვის ღილაკი შესთავაზონ ამერიკელებმა ივანიშვილს ისევ მისი პირობებით და მისი ძალაუფლების შენარჩუნების პირობებში. ეს არის მისთვის მთავარი პრობლემა. რატომ? იმიტომ რომ მან გადასარევად იცის, რომ პოლიპატიმრების გათავისუფლება, ანტიდემოკრატიული კანონების გაწევა და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სადაც ქართულ ხალხს აქ საკუთარი ნების თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა ნიშნავს მისი რეჟიმის დამხობას, იმიტომ რომ მას არ აქვს დემოკრატიული მანდატი. და ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა საჯარო კომუნიკაციაში სწორედ დემოკრატიულ მანდატზეა საუბარი, მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკაში გადასარევად იციან, რომ ეს კაცი აღარ წარმოადგენს ქართული ხალხის ნებას. აი ეს არის მთავარი. ოღონდ თინა ბოლოსკენ შევნიშნაო, რომ ამ დინამიკის განვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს თქვენი კოლეგების, ჩემი კოლეგების და პოლიტიკური სამოქალაქო უფლებებისათვის, დემოკრატიისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების მდგომარეობას. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს ჭირდება ყურადღების მიპყრობა, ჭირდება მძევლების რაოდენობის ზრდა, უფრო მტკივნეული სურს რო გახადოს აქ არსებული სიტუაცია, რომ ამით ატკინოს, ასე ვთქვათ, საქართველოს დემოკრატიულ პარტნიორებს, ხო? ეს სანამდე შეიძლება გაგრძელდეს და როგორ შეიძლება ან შეამსუბუქოს, ან გარღვევას მიაღწიოს ადგილზე ქართული ხალხის დემოკრატიულმა ნაწილმა, რომელიც აშკარად დიდ უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ ამ რეპრესიული წნეხის ქვეშ საკმაოდ დასუსტებულია, ხო? აი გამოფიტვის პოლიტიკაც მიდის. და ამ მხრივ ჩვენი საუბრის ბოლოს როგორი იქნებოდა თქვენი სურვილები ამ შემთხვევაში და გეგმებიც, როგორც პოლიტიკოს, როგორც პოლიტიკური ძალის, რომ ამ მხრივ რაღაცა ტიპის ახალი მოძრაობები დაიწყოს. მოძრაობას პარტიას არ გულისხმობ, არამედ რაღაცა ტიპის პოლიტიკური პროცესი. ამ თვალსაზრისით სიახლეს ვერ შევთავაზებ სამწუხაროდ მაყურებელს, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან პირადად და პარტიის პოზიციაც უკვე რახანია არის საუბარი გაერთიანების აუცილებლობაზე, ხო? ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრით მათ შორის წინა საარჩევნო და სწორი სვლა იქნებოდა დემოკრატიული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ გამსხვილება მომხდარიყო თუ არა სრული ერთიანობის პირობებში, ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო გამსხვილებული ფორმაციით შევსულიყავით წინა საპარლამენტო არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ძლიერ კონტრასტს აჩვენებდა საქართველოს მოქალაქეს, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ხოლმე ძლიერი ალტერნატივის აუცილებლობაზე და ამგვარ ძლიერ ალტერნატივას დღესდღეობით ვერც ერთი ერთეული პოლიტიკოსი და ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ამგვარ ძლიერ ცხად ალტერნატივას ხელისუფლების ვერ წარმოადგენს. ამიტომ ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, გაერთიანებას უნდა გაუსვა მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით. დღესაც მქონდა საუბარი გიორგი ვაშაძესთან ამ თემებზე, რომელიც ყოველთვის გაერთიანების მომხრე იყო, ზურა ჯაფარიძე, რომელიც ყოველთვის დიდი კომაგი იყო ასევე გაერთიანების. ნიკა გვარამია სულ რამდენიმე დღეში დატოვებს საპატიმროს და მე ვფიქრობ, რომ მათი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდი, იმიტომ რომ აქაც გულწრფელი უნდა ვიყო, არ ვიცი, ან ისინი, ან მეც რამდენი ხანი შევძლებთ, ასე ვთქვათ, ოპერირებას, იმიტომ რომ მათ შორის ეს ესპიონაჟის საქმე და ასე შემდეგ დამოკლის, ხო, מחვილივით დაკიდებული ექნება ივანიშვილს, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში თუ ნახა, რომ რაღაც იმგვარი სინერგია შეიძლება წარმოიშვას, რომელმაც მართლაც ქართულ ხალხს აჩვენოს, რომ არსებობს მისი რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივა, მან შეიძლება მძევლების აყვანა თავიდან დაიწყოს მათ შორის პოლიტიკოსების სახით, მაგრამ ჩვენი მიზანი
მიზანი მაინც ეს უნდა იყოს და ჩვენ მაინც ამისკენ უნდა ვიაროთ რა კონკრეტული სულებით, ასე ვთქვათ, ამაზე იმედია, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ შეჯერებას ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება, რომელსაც შეიძლება განსხვავებული ხედვები ქონდა წარსულში, მაგრამ ახლა გვესმის, რომ ერთადერთი რეალური გამოსავალი სწორედ ერთიანობაში შეიძლება შეიძლება.